მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. იცით, ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ საქართველო და არასდროს გულის სიღრმეში არავის არც ცუდი გამხარებია, არც ცემა, არც სიკვდილი, არაფერი, მაგრამ ყველაზე უფრო საშინელება ის არის, რომ გუშინ ისეთი დღესასწაული იყო საქართველოში, მე მეგონა რომ რაღაცა ტერიტორიები ხო არ დავიბრუნეთ მეთქი, რაღაცა აღტკინება იყო სოციალურ ქსელში და დავინტერესდი ასე რატო უხაროდა ამ ხალხს და მიზეზი ამისი იყო გიორგი გახარიას გალახვა. მე არ ვიცი, ეხა ასე როგორ უნდა შეაზიზღო ადამიანებს თავი, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყავი და ხალხი მხარს გიჭერდა და სიმპათიები იყო შენს მიმართ და დღეს როდესაც ესეთ უგვანო მდგომარეობაში ვიხილეთ ჩვენ და რაღაცა საშინლად წაქცეული ფართხალებდა იქ შერატონის შესასვლელთან, ესეთი სიხარული რატო უნდა განაცდევინო მოსახლეობას შენი გალახვით. მაგრამ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო ნათქვამი რო არის, რაც დაიმსახურა ის მოიმკო. კაცი რომელიც ბიზნეს ომბუდსმენიდან დაწყებული, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პრემიერ-მინისტრი იყო, ყველა თითქმის საფეხური გაიარა და არნახული მხარდაჭერით სარგებლობდა დადგა საქართველოს წრების სადარაჯოს. ეს არის ძალიან ესეთი ნიშანდობლივი პარამეტრი იმისა და საზომი, როგორ შეიძლება ადამიანი დაეცე და როგორი სიყვარული ერთი მხრივ ერთ-ერთი დიდი სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე მივიდეს შენი რენომე. ანუ დიდი სიყვარულიდან დიდ სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო ნათქვამია თქვენს გაგიგიათ ალბათ და ეს არის სწორედ გიორგი გახარია. დღეს ჩვენ მარტო გიორგი გახარიაზე არ გვექნება საუბარი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უამრავი თემები გვაქვს ქვეყანაში, რა ვიცი, გუშინ ორკაციანი გაფიცვები იყო, იგრძენით თქვენ რამე გაფიცვა ქვეყანა. მე მეგონა მთელ ქვეყანას პარალიზებას გაუკეთებდნენ და რაღაცა სამი კინკილა კაცი გამოიყვანა ოქრიაშვილმა PSP საფთიაქის თანამშრომელი და რაღაცა ბაზრობიდან და იმიდან ოფისებიდან გამოყარეს 5-5 კაცი და რო კითხო მთელი ქვეყანა გაფიცეს ამათ, მაგრამ ესეც მათ სამარცხვინო და უდღეურ და არაფრის მომცემ რაღაცა გეგმებზე მეტყველებს. დღეს ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემა, ვფიქრობ, საინტერესო სტუმრებთან ერთად. ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება ისტორიკოსი, პროფესორი ბატონი დიტო ჩუბინიძე. მოგესალმებით ბატონო დიტო. დიდი პატივისცემით მოგესალმებით, მიულოცავ სეზონის შემოქმედებით კოლექტივს პირადად თქვენ შობა ახალწელს და სრულიად საქართველოს ჩვენ სამშობლოს, ჩვენ ძვირფას ქვეყანას მინდა მიულოცო ასევე შობა ახალი წელი და უსულო ბედნიერება, გაერთიანება, ხვავი, ბარაკა და დოვლათი და სიყვარული და სიცოცხლე. გაიხარეთ, თქვენს გილოცავთ და მე მინდა რომ ჩვენი საუბარი დავიწყოთ რითაც მე დავიწყე საუბარი გიორგი გახარიას თემით. თქვენც არაერთხელ გითქვიათ ამის შესახებ, რომ მე ხშირად მას მხარს უჭერდი და შემდგომ როგორც კი ამან წაიყვანა საქმე, ეხლა კი ვნანოფო და მეც ასე ვაქვს. მეც ხშირად გამომითქვია პოზიცია მისი მიმართ ძალიან ისეთი პოზიტიური და შემდგომ ისე წავიდა პროცესები, რომ მართლაც ზოგჯერ სანანებლად გამიხდა ეს ყველაფერი მის მიმართ ნაქესაქების სიტყვების ხმარება. რა სიტყოდით, გუშინდელ ფაქტზე, რაც ვიხილეთ ჩვენ და ამ რეაქციაზე მოსახლეობის მართლაც ცოტა გამაოგნებელი იყო ეს ყველაფერი. ესე იგი, ბატონო ნიკოლოზი, მე არ ვიცი, გაოგნებული ვარ რა პირდაპირ. ეს გახარია, კაცო. ჯერ მარჯვენა მაქვს მე მოსაჭრელი, რომ ესე იგი, ამ გარეწარს და ამ კახპას სრული მე პირდაპირ გავაცხადებ, რომ ამ გარეწარსა და კახპას ხან ვადარებდი დავით აღმაშენებელს და ხან ვადარებდი ზვიად გამსახურდიას და ეს უკანასკნელი ჩმორიკივით, ესე იგი, წაქცეული, ვარძლის ბომჟები რო არიან გაგორებული ტალახში, ეს სამარცხვინო ბურატინო რა, ბურატინო იყო, პინოქიო კეთილი გმირი იყო, ესე იგი, ეს სამარცხვინო ბურატინო ტალახში რა, ეს სამარცხვინო კაცი. ეს სამარცხვინო კაცი. ესე იგი, ესე იგი, deep state-ის აგენტიც არ არის, ეს არის ხუხაშვილის აგენტი, მეტი. ესე იგი, მეტი რაღა უნდა მოხდეს, მეტი რაღაცა უნდა დაგემართოს კაცს, რომ კაცი რომ იქნები ხუხაშვილის აგენტი. ესე იგი, ახლა ხუხაშვილი ვისი აგენტია, ეს გასაგებია ახლა, მაგრამ აი ხუხაშვილმა მიაჩვია ეს ბიძინა ივანიშვილთან, ეს სამარცხვინო კაცი, ეს გარეწარი, მაგრამ რა თქინდა ახლა ის ბიბლიური სიბრძნე, სწორედაც რომ გახარიას შემთხვევაში
გაცხადდა რო იტყვიან რომ აი ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუყარო თქვენი თქმის არ იყოს ესე იგი ჯერ იყო და ომბუდსმენად ესე იგი დანიშნეს შემდეგ რაღაცა ეკონომიკის მინისტრიც იყო თუ არ ვცდები მერე შინაგან საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს მერე პრემიერ-მინისტრი გახდა ესე იგი თურმე ვინ ყოლია ხელისუფლებაში თურმე ვინ ყოფილა საქართველოს პირველი კაცი მე იცით რა არის აი კი არ შემეცოდა ესე იგი ეს ყველაფერი აი ჩვენი გარემოცველი სამყაროს შემზიზღდა რაღაცნაირად რომ ეს მოსიარულე გვამი ეს ცოცხალი ლეში როგორ მოხდა რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სავარძელში მოკალათდა ეს სამარცხვინო ეს მართლა არ ვიცი ეხლა დღეს დავწერე რომ არ ვიცი ეს დიტო სამხარაძე მე მგონი UFC-ს კამარს მიანიჭებენ ეხლა მაგას ჩემპიონი გახდა მაგრამ ნუ ყველაფრიდან ჩანს და ყველაფერი კარგად ჩანს იმ კადრებში რომ როგორ გამოიწვია ამან პროვოცირება რომ მიაყენა შეურაცხყოფა კაც ესროლა ჭიქა სახეში და მერე ადგა ის კაცი და გაიფინა წიხქვეშ რა და აი იატაკის სტილოსავით ჩვარივით ეგდო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინ დააგწყევლა ქართველები ესე იგი ერთი პრეზიდენტი იყო და ეს სამარცხვინო ეს სულელი მიშა აგვისტოს ომის დროს გორში მიწაზე მუცლით იფორთხა და ეს ესე იგი ჩვარივით არის იატაკზე გაკრული აი მე არ ვიცი ეს ალბათ შევა ანთოლოგიაში თუ რაიმე იქნება ესეთი სოფლიოში შეიქმნება რაღაცა წიგნი რომ როგორი ადამიანები არ უნდა მოეთხოვნენ ქვეყნის ხელისუფლებაში მე ვფიქრობ რომ რაც მას დაემართა ამის შემდეგ თავმოყარი ადამიანი პოლიტიკიდან საერთოდ უნდა წავიდეს და თვითმკვლელობით უნდა დაასრულოს სიცოცხლე მაგრამ გახარიას ვინ მისცა მაგის ვაჟკაცობა მაგას ეხლა პისტოლეტი რომ ისე ხელში თავი მოიკალიო საფეთქლის ნაცვლად სხვაგან დაიხლის ტყვიას ხო და ამიტომ ასე რომ ჩვენ გვაქვს საქმე უზნეო ადამიანებთან ჩვენ გვაქვს საქმე LGBT მძორთან LGBT ნახირთან აი ეს ხალხი ვინც ახლა რუსთაველზე დგას ეს ხო ის ხალხია რომლებიც სალომე ზურაბიშვილს უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა გახარიას უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა და დღეს ნიკა მელია და კოლექტიური ნიკა მელიები გამოდიან და ამბობენ რომ მეო სალომე ზურაბიშვილი მიყვარსო თუ ახლა აი რა ფაქტანა გვაქვს ჩვენ რა მორალთანა გვაქვს ჩვენ საქმე ჩვენ ყველა ხვდებით ამას ხო და აი ამ ტიპის ადამიანებთან აი ამ ტიპის ადამიანების შემყურე საქართველო კიდევ კარგად არის გადარჩენილი და კიდევ კარგად დგას ფერს არა ნათია მეზრიშვილი იყო ძალიან აღშფოთებული რომელიც ბაკურიანში ესე იგი ბაკურიანში ნახეს ვიღაცა მამაკაცთან ერთად გამოიჭირა პოსტივიმ და იქ ესე იგი როცა აქციები მზვინვარებდა ეს ქალბატონი ისვენებდა და მეო არ შეგარჩენთო ჩემი უფროსის აი ამ გალახვასო და არ ვიცი ხლა რაღაცა საიდუმლო იარაღი აქვს ეთყობა მას და რა ვიცი ნათია მეზრიშვილი კიდე კაი ბაბუცა პატარაიასთან ერთად არ გამოიჭირეს ხო აი ეგ არის უბრალოდ ტრაგედია ეს ასაცილო კი არა სატირალი არის ბატონო ნიკოლოზ ესე იგი ქალი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ესე იგი LGBT აქტივისტი ბაბუცა პატარაია არის მაგის ძმაკაცი თუ დაქალი ახ ვერ გავიგე ახ ეგენი რას ქესის წარმომადგენლები არიან მაგას ესე იგი მე არ ვიცი ახლა ამას სპეციალური კვლევა ჭირდება ალბათ ვინ არიან ეს ხალხი ესე იგი ქალი რომელიც იყო თუ კაცი რა ვიცი ახლა მე ხან კაცი მგონია მაგალითად რო გამოვა პიჯაკს რო ჩაიცმევს ნათია მეზრიშვილი ხან მგონია კაცი მაგრამ ნუ ჩავთვალო თუ არის ქალი კარგი ნუ ჰიპოთეტური კალი ანუ ნათელა დღეს ხართაშორის გელაზე დელაშვილმა დაწერა მაგრად რომ ნათელა აბობოქრდაო რა აი ფაქტობ ხო აი ნუ არ ვიცი აი გაუგაი თის რისხვა ტრიალებს ჩვენს თავს რა გეუბნები ესე იგი ქალი თუ კაცი ნუ რა ამიშელობა ქალკაცი რა მოდი ასე ვთქვა ქალკაცი ნათელა მეზრიშვილი რომელიც იყო ადეიშვილის მოადგილე რომელიც მერე იყო შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას მოადგილე ესე იგი ახლა ეს კაცი გამოდის კაცო ეს ბერდია სიჭინავა რო არის
ადრე რომ ისა მიცვალებულების სიას რო კითხულობდა COVID პანდემიის დროს. ეხლა მოიშვა წვერი მოუშვია და ეხლა მსოფლიო პოლიტიკას არჩევს რა. ხო და მე არ ვიცი ეხლა მე მაგალითად ნათელასაც და აი ამ ვერდიასაც ურჩევ რომ გახარია გამოაცხადონ მიცვალებულად ან ურჩიონ რომ მოიკლას თავი და წავიდეს აი ისედაც ხვტარი არის ხო შეიძლება რომ რაღაცა კაცი იდეა შეეწიროს არა მაგალითად რაღაცა მაინც დალიოს კუჭი მაინც აეშალოს 1-15 წუთი თუ თავს არ მოიკლავს ხო მაგრამ მეთი არა ჩემტერი ჩვენ ხო უნამუსო ხალხთან გვაქვს საქმე ესე იგი მამამისი დადიოდა ზაური კახარია რედაქციაში და რა ვქნაო კაცო აიო მოსკოვიდანო იქნებაო რაღაცაო სამსახური უშოვონო რომ ჯიბის პოლი მაინც კონდესო ეს მათხოვარი ჩამოიყვანეს და პრემიერ-მინისტრი გახადეს ჯიბის პოლი კი არა პრემიერ-მინისტრი გახადეს მაგრამ აი გამოქვაბულიდან იმ LGBT გამოქვაბულიდან იმ ესე იგი აგენტურული გამოქვაბულიდან ადამიანის გამოწვევა ძალიან ძნელია და მოგეხსენებათ აი ბრუნდება ის ყოველთვის მკვლელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში თქვენ იურისტი ბრძანდებით მოგეხსენებათ რომ ცნობილი თეორიის თანახმად ლომბროზოს ცნობილი თეორიის თანახმად მკვლელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში არაერთხელ საიდუმლო ვითარებაში უბრუნდება და ნახულობს მკვლელობის ადგილს დანაშაულის ჩადენის ადგილს და ეს გახარია ვინც იყო და რაც იყო დაუბრუნდა იმ მდგომარეობას იყო ჩვარი და ჩვენ ვნახეთ ბათუმის შერატონში ძირს დაგდებული ჩვარი რომელიც სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ქართველების სამარცხვინოდ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ბიზნეს ომბუდსმენი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ერთი თუ გახსოვთ, თქვენ თუ გახსოვთ, აი კომუნისტების დროს ესეთი ავტობუსები რო დადიოდა, გადამული რო იყო და შეარქვეს მას მიშარაია მოდისო რა ეს გორბაჩოვი და რაისა მაქსიმოვნა რო გორბაჩოვი სადაც მიდიოდა დაყვებოდა მისი ცოლი და მიშარაია დაარქვეს და ეხლა რატო გავიხსენე ეს პასაჟი მამ მოწერელიასთან ერთად პადრუჩკი დადიოდა ყველგან და როგორ მიატოვა ეხლა მას ამ მოწერელიამ ეს ძნელბედობის ჟამს რაღაცა არ ჩანს ეს რაღაცა სლატკაე პარაჩკა ტვიქსივით იყო ესენი და სად არის ეხლა ესე როგორ უფროსი დაივიწყა ნეტა თუ რა ხდება მოწერელიას და გახარიას მოწერილია მთელი მე მგონია და იმითო დადიან ერთად ეხლა აღარა ჯანდაბა მაგათ თავს და ტანს რა სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ნიკოლოს რას გაუგებ მაგათ ამბავს რას გაიგებ ასე უქნია ხუხაშვილი არა რაღაცა აღარა ჩანს ეს მოწერელია და სად არის ასე უქნია ხუხაშვილი ცოლად მოუყვანია გახარიას ან გაყოლია კიდევაც ეგ მე არ ვიდარდო მაგათ იკითხონ მაგ სამარცხვინოებმა ეგ არის ეხლა მე ამ ხელისუფლებას მინდა მივმართო ნუ გასაგებია ეხლა ფილიგრანული სიზუსტით მიყავთ საქმე ბოლომდე და მე ეხლა ამ ხელისუფლებაზე სიტყვა არ მომიბრუნდება უგად გამორიცხულია მე ვაქებ ესე იგი პრემიერ-მინისტრი ძალიან სწორად იქცევა პარლამენტის თავმჯდომარე უნიჭიერესი გვყავს რა ვიცი მე სიტყვა არ მომიბრუნდება ამ ახალგაზრდა ბიჭებზე ჩვენ თაობის ბიჭები არიან ესენი და ახლა მე მაგათ ენის მოჭლეკით ვერ დაუწყებ საუბარს ყავთ კარგი ჭკუის მასწავლებელი და დამრიგებელი და ფილიგრანული სიზუსტით ატარეს ქვეყანა ამ უბედურებაში ბარაკალა ვახტანგ გომელაურს მაგარ კაცს მაგარ ქართველს ხოლო რაც შეეხება ამ LGBT აგენტურას ამ ნაძირალებს ამათი ადგილი ჩვენ ყველა ვიცით სადაც არის და მე მინდა მივმართო ხელისუფლებას გასაგებია რომ ნუ ეხლა ტრამპის ინაუგურაციას არა მარტო საქართველოს არამედ მთელი მსოფლიო ელოდება მე ველოდები რომ აი ეს LGBT ხროლი რუსთაველის პროსპექტს 20 თებერვლის მერე ძალიან მალე დატოვებს იმიტომ რომ არ შეიძლება ქალაქი ახლა 300-მა და 400-მა გეი აქტივისტმა გადააკოთოს რო იტყვია ხო რა მაინტერესებს თქვენ ისტორიკოსი ბრძანდებით და ეხლა ქალების თემა ახსენეთ მე არ ვიცი აი სოფლიო ისტორია რო ავიღოთ და ეხლა იმ პაპუაშვილმა თქვა ესო ლიტური მოდელი არისო მე არ ვიცი ეხლა ლიტური მოდელია თუ ბაშკირული მოდელია მაგრამ ეგეთი რამე
თუ გაგიგია თქვენ რომ გამოდიოდეს ქალები აი ეს მიშველაძე რომელსაც მე გუშინ თქვი და ეხაც ვიმეორებ ეთყობა მისი ქმარი რო ვერ აკმაყოფილებს ორგაზმს ღებულობს იმით რომ ვიღაცას ჩაუფურთხებენ საჭმელში გამოვიდა ქალი და თქვა რომ ჩაუფურთხეთო ადამიანებს გამოვიდა სამადაშვილი გამოვიდა ნანა გეგეჭკორი ერთი ასეთი იმ გიორგი გეგეჭკორის და საპატრულო პოლიციის უფროსი ეს რა ფენომენია ესეთი რაღაცა რომ ქართველი ქალი გინა კაცი იქ კიდე სხვებმაც აუბეს ხარი ამათ რომ ესე იგი სადამდე მივიდა ქვეყანა ის სულ რო გეზიზღებოდეს ადამიანი სახალხოდ როგორ უნდა თქვა ეგეთი რაღაცა რომ მართლა ეს ფურთხისგან შექმნილი ადამიანები იმ ბუღაძემ ფურთხებაში დააცვევინა დისერტაცია გვახსოვს ადამიანებს სააკაშვილის პერიოდში აი არ ვიცი სადმე გაგიგია თქვენ სადმე სოფლიო ისტორია პოლიტიკა რომ ასეთი რაღაცა ესე ღიათ ეთქვათ ვიღაცებს ჩაუფურთხეთ საჭმელშიო არაფერი მე წეღანაც გითხარით იმ ცნობილი თეორიის თანახმად რომ დამნაშავე მკვლელი ცხოვრებაში არაერთხელ უბრუნდება თავის დანაშაულის ადგილს და ესენი უბრუნდებიან იმას საიდანაც დაიწყეს თქვენ სწორად ბრძანეთ რომ აი ეს როცა ეს ულვაში იყო ქართველი კაცის სინდის ნამუსის სიმბოლო და ამ გია ბუღაზეს იმოდენა ულვაშები აქვს რომ გეგონება ნუ ესე იგი ნადვის შესავით როგორც ნადვის ხეს ათამაშუებით ისე უნდა იყოს სინდის ნამუსი დახუნცრული, მაგრამ მსგავსი ესე იგი შეუსაბამობა და მსგავსი ანტიპოდი მეცხოვრებაში, ესე იგი თუ კი ვინმე შეიძლება იყოს, თუ კი ვინმე შეიძლება კონდეს ამოდენა ულვაში და თუ კი ვინმე შეიძლება იყოს სინდის ნამუსისგან აბსოლუტურად გაძარცვული და გარეცხილი, არის ეს კაცი, მე ის მიკვირს ეგ საჭმელს როგორ ჭამს, საერთოდ ეს ულვაშები უკვე ჩამოვიდა და თლიანად პირის აპარატი დაუფარა. ალბათ ეს დაახლოებით ამის კვების რეჟიმთან აი ამ კაცის კვების პროცესი დაახლოებით გავს იმას მისტერ პიტკინის ავადმყოფოში ცნობილი სცენა რო არის რა ულვაში არის დიდი წვერებიანი კაცი რო არის და პირს რო ვერ მოუნახავს რა ეს და წყალს დაალევინებს ფურთხები დაიწყო ბუღაძემ და მისმა გარყვნილმა ჯოგმა და აი ეს ხალხი ვინც ახლა ამას აკეთებს და ჩადის ესენი არიან ბუღაძის შეიძლება თქვათ მოდით ასე გავაკეთოთ ფიგურალურად ვიტყვი მაგრამ შეიძლება პირდაპირაც გამოვიდეს ესე რომ აი ვინც ითხოვს იმას რომ ქართველ კაცს საჭმელში ჩაუფურთხეთო ისინი არიან გია ბუღაძის ფურთხით ნაკეთები არა ადამიანები აი მეტი რა გითხრათ ახლა ბატონო ნიკოლოზ აი კაცობრიობის ისტორიაში მე მსგავსი რაღაცა არ მინახავს, არ წამიკითხავს, არაფერი არ გამიგონია, მაგრამ ნახე დოის სპექტაკლი, რომ ვიღაცები გამოდიან ბავშვები და რაღაცები ძაღლის ყორე უნდა შევჭამოოდან. ახლა ამის მერე ამას რო გადაიძახებს ადამიანი, იმის მერე რაღა გიკვირთ თქვენ, რომ ახლა ეგეთი რაღაცეები თქვან რა. არა ეს ჟურნალისტი გამოდის ეს ეკა მიშველაძე და მიმტანებმაც ჩაუფურთხეთო რა ეს ეკა მიშველაძე. ეკა მიშველაძე არ არის არავითარი ჟურნალისტი. არც ინგა გრიგოლია არ არის არავითარი ჟურნალისტი. ესენი იყვნენ სააკაშვილის სექს ქალები და რომლებიც იყვნენ აი ტრიაპკასავით ეყარენ ძირს მიშას კაბინეტში ან მისას კაბინეტის შესასვლელთან ბატონო დიტო გეხვეწებით არ გვინდა ეხა ეს შეურაცხყოფა მე მაინც ვალდებული ვარ იმიტომ რომ მიცით რა არა რა შეურაცხყოფა კაცო ეგ თელმა ქვეყანა მიცის გასაგები აი ულვაშებზე რო თქვი თქვენ ეხა ულვაშები დიდი ხანია საზომი არ არის სინდისიერების და პატრიოტების იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ულვაშებიანი ადამიანი ვიცი რომელიც თავისი მთელი ცხოვრებით ემსახურება სოდომიას და სამწუხაროდ ის ჟურნალისტები არიან ეს უწიგნურები ჯუს და ხუს ვერ არჩევენ ერთმანეთისგან. რა ჟურნალისტები ვინ არიან ესენცე? ესენი არიან გეუბნებით, რომ ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის სექს მუშაკები, რომლებსაც კონკრეტულ ტელევიზიებში აი მამაშებს რო ჩამოარიგებენ ხოლმე ისე ჩამოარიგეს რა. რა ჟურნალისტები, ისი ჟურნალისტიკა, ბატონ ნიკოლოზ, რა ჟურნალისტიკაზეა თქვენ? ესენი არიან პირდაპირ გეუბნები ყოველივე ქართულის, ყოველივე ეროვნულის თუ რაიმე ჩვენ თვითობა გაგვაჩნია, რაზეც დგას ჩვენი სარწმუნოება, რაზეც დგას ქართველი კაცის მენტალობა, ჩვენი მთელი შინაგანი კონსტიტუცია, რითაც მოდიოდნენ ჩვენი წინაპრები, რაც მოგვიტანეს ჩვენმა პაპებმა, ჩვენმა ბებიებმა, ის ტრადიციები, აი ეს შობა იქნება, ახალი წელი იქნება, კალანდა იქნება,
აღდგომის წყინვალე დღესასწაული იქნება თუ რაც იქნება ეს მთელი ჩვენი ესე იგი ეს წყინვალე ლიტერატურა, ჩვენი ლექსი ქართული, ჩვენი სიტყვაკაზმული პროზა, ეს ამათვის არის საზიზღარი. ეს ამათვის არის მიუღებელი, ეს ამათვის არის აუტანელი. ამათვის მთავარი არის LGBT დროშები. ამათვის მთავარი არის ის ჯოგი და ნახირი, რომელიც დაიკიბოს მეტასტაზებით მოედო მთელ მსოფლიოს და ანგრევს, ბილწავს და რკმის სამყაროს, მაგრამ დიდება უფალს და გადავრჩით ჩვენ მაშინ გვენახა ქართველებს. ჩვენ მაშინ გვენახა ჩვენ რა დღეში ჩავარდებოდით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპს არ მოეგო საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ მაშინ გვენახა ჩვენი ქვეყნისგან ბუნდღას არ დატოვებდნენ. საქართველოს მაინც გადარჩებოდა საქართველოს ვერავინ ვერ წააღწევს აი წერაყინით და ბარით და ლომით და ძალაყინით რომ მოსდგეს, მაგრამ შენ მაშინ გენახა ჩვენ რა დღეში ვიქნებოდით. ხო და ესენი არიან დამთავრებულები ეხლა აი ჟიჟი ესე იგი ყველაზე საოცარი რა არის ის მართლა ეს დგებუაძე არის უნიკალური ადამიანი ეგეთი პოლიციელები ჭირდება საქართველოს სახელში სილა გააწდეს აი ამ ნაძირალა ამაღლობელმა და გამოდიან ესე იგი უსირცხვილოდ და ესე პოლიტპატიმარი არის ხალხი ხა სააკაშვილის დროს ვინმეს რო პოლიციელისთვის სახეში გაეწდა დედაბუდიანად ხო გაასახლებდნენ საქართველოსთან ეს ჟიჟილაშვილი ყვიროდა ძალიან სწორად მიათვრიეს ეს ხალი სადაც მიათვრიეს და შეათვრიეს ძალიან სწორად ეს ხელიდან წა ეს ხალი არ არის საერთოდ რა ეს არის ვიღაცა მუტანტი ხო და ის დგებუაძე უნდა დააწინაურონ და საქართველოს დგას ესეთ ბიჭებზე და ესეთ ახალგაზრდებზე და იმ დგებუაძეს გვარი ხელს უწყობს დგებუაძეები კარგი გვარის ხალხია და აუცილებლად უნდა დააწინაურონ ეს ბიჭი მე რო ვიყო ახთან გომელაური და მე ამ კაცის ძალიან დიდი პატივისცემელი ვარ არ ვიცნობ საერთოდ ცხოვრებაში არ მინახავს მთელი არ ჩამომირთმევია მაგრამ მან ფილიგრანული სიზუსტით მართა საპოლიციო ძალების მოქმედებები აი ამ გეი აგენტურის მძლავრობის პირობებში და მე მიმართავ ახთან გომელაურს დიდი პატივისცემით და მოგზალებით მინდა მიულოცო შობა ახალი წელი და მინდა მივმართოთ ხოვნით რომ თუ ეს ბიჭი თავისი პროფესიული უნარებით გულით და სულით რო იმსახურებს ეს ცხადია და ქართველი რო არის ალესილი מחმელია მაგრამ თუ ეს ბიჭი ეს ახალგაზრდა დგებუაძე პოლიციელი თავისი პროფესიული უნარებით იმსახურებს დაწინაურებას აუცილებლად აი ფილმში რო არის უჯიკოს და დააწინაუროს იმსახურებს იმიტომ რომ ესეთი ქართველები უნდა დაწინაურდნენ და აი ეს ნაძირლები ჩანერგილები ის LGBT მაფიის წარმომადგენლები უნდა გაიწმინდოს ქართული სახელმწიფო სტრუქტურები, სიპები, აიპები, დეპარტამენტები, სამინისტროები, პარლამენტი, უნივერსიტეტებიდან ესენი უნდა იქნან გაძევებულნი, იმიტომ რომ შეხედეთ თქვენ იმ საპროტესტო აქციას, ვინ დგას იქ? გადაგვარებული ეგრეთ წოდებული სტუდენტები. არა. ეგრეთ წოდებული ილია უნის და ბენდუქიძის უნივერსიტეტის მუტანტები, რომლებიც დემონოლოგიას სწავლობენ, პირჯვას უკუღმა იწერენ, მერე საიდუმლო რაღაცა სატანისტური შეკრებები აქვთ, შავსანთლებს ატრიალებენ, უკუღმა ანთებენ და მოკლედ აქვთ ერთი თხა ბოგომეთს და მთელ უბედურებებს აი ამ აქციებს ეთაყვანებიან და აი ეს გარეწრები ყავთ გამოყვანილი ქუჩაში და ჯერ ესეთი დაუგვირდით ბატონო ნიკოლოზ თქვენ ახლა სამი შვილის მამა ხართ და მეც ამყავ შვილები კაცო და ყველა ჩვენი შვილები ჩვენ ყველაზე უკეთესები გვინდა რო იყვნენ გამოდის ახალგაზრდა გოგონა რა სიტყვებით მღერიან რო ჯერ ახლა იქ სიმღერა ხო გასაგები რა სიტყვებით მეტყველებენ როგორ იგინებიან ჩო პატრონი არ ახავთ ამათ რა ვიცი ხარანაულმა იმ პოეტმა ესო მომავლის თაობა არისო და შვილები დაწერა ლექსი და მე მაინტერესებს ეგეთი შვილები ყავს ამას ამ ხარანაულს მე ვაჟა ხარანაულის მე ბესიკ ხარანაულის პოეზიას პატივს ვცემ მაგრამ ეხლა მე ამ უსინდისო პოეტს მიმართავ ხარანაულს ბატონო ბესიკ 92-93 წლებში შევარდნაძის ბანდები რო ქართველ პატრიოტებს ხოცავდნენ და კლავდნენ. მაშინ რატომ არ გაგახსენდა შენ ამ ტიპის ლექსის დაწერა, რომ სად არიან შვილებიო რა. და ვინ არიან? ესენი არიან საქართველოს შვილები და
ის გმირი პოლიციელები, რომლებსაც იცით თუ არა თქვენ რომ ერთ-ერთ პოლიციელს, ბატონო ნიკოლოზ, ერთ-ერთ პოლიციას ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ცოლი არ აყავს და შვილი არ აყავს და ვერასოდეს ვერ ეყოლება. ვერც ცოლი და ვერც შვილი, ისეთი დაზიანება მიიღო და ისეთი ოპერაცია ჩაუტარეს. ამ გარეწრების მიერ ნაცროლი აი ამ ეგრეთ წოდებული ხლაპუშკის გამოისობით. ხო, ის შვილი არ არის თურმე, ის პოლიციელი არ არის. ის თურმე არ არის შვილი. ბესიკ ხარანაულო. ასე იგი, ის ერთი ქართველი ახალგაზრდა ბიჭი რო დაინვალიდდა და ეს კაცისთვის რას ნიშნავს? კაცი უნდა იყო 5%-ით მაინც რო გაიაზრო. რო დარჩა ის კაცი ცოლის გარეშე და შვილი არასოდეს არ ეყოლება, ისეთი ოპერაცია ჩაუტარეს, იმიტომ რომ ისეთ ადგილზე მოარტყეს ამ გარეწრებმა ისა რა ქვია, ეგრეთ წოდებული ბომბაჩკა თუ რაღაც ჯანდაბა მაგათ თავს დატანს. ის არ არის საქართველოს შვილი და 150-ზე მეტ პოლიციელს რო თავყბავ დალეწილი. აი ამ ქვების როლისგან და რკინის ნაჭრებს და აი რაგატკებიდან, ეგრეთ წოდებული რაგატკებიდან, შურდულებიდან ესროდნენ იმითი, რა ქვია, ფოლადის ბურთულებს. ისინი არ არიან საქართველოს შვილები? შენ გარეწარო შენა? შენ გარეწარო? მამუკა ხაზარაძის ძუძუზე რო გაქვს პირი კბილები დადგმული და მამუკა ხაზარაძე რო გაფინანსებდა თავისი აი ამ სოდომისტური ეგრეთ წოდებული ლიტერატურული პრემიებიდან, პრემია საბადან. არა, საიდან ეხლა მე ისე აი თქვენ ახალ პოლიციელები ახსენეთ, მე მინდა შეგიერთდეთ თქვენ ამ პათოში და მე მინდა მადლობა გადაუთხრა მართლა შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაოს. ხარდაშორის ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ ჩვენ ასევე იმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ბატონ ლილვაშვილს და მე მართალია ცოტა გაბრაზებული ვარ მაგკაცზე მიზესთა გამო. თელმა საქართველოს მიცის ეგ ამბავი, მაგრამ მაგათ იმუშავეს უმაღლეს დონეზე, კაცო. ეს ჩამოწერები რო გამოდიოდნენ, ეს გარეწრები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. იმას ვინ აკეთებდა, ბატონო ნიკოლოზ? იმას აკეთებდნენ ის ქართველი სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფაშად შედიოდნენ გველების ბუდეში და გამოქონდათ ის ჩანაწერები. თორე ეს ჩანაწერები რო არ ყოფილიყო და რო მათი გეგმები რომ არ გამომზეურებულიყო და მანამდეც კიდე სანამ იმიტომ იყვნენ ესენი გატრონულები. მე თვითონ შინაგანად აი ეჭვის ჭია ყოველთვის მღრღნიდა რომ მეთქი რა ხდება მეთქი რომ არჩევნები რო პირც მინდა წააგეს რაზია ლაპარაკი საარჩევნო კამპანიას ესენი არ ატარებდნენ ქალაქში ესენი ვინმეს არ ხვდებოდნენ სოფელში ესენი ვინმეს არ ხვდებოდნენ ეჭვის ჭია მღრღნიდა რომ მე მივხვდი რა თქმა უნდა ხა დიდი ანალიზი ამას არ ჭირდებოდა რომ ესენი ემზადებოდნენ დიდი შტორმისთვის. გასაგები და მე მინდა ის მიწები აკეთებდნენ და მათ გაშიფრეს სწორედ მათი ეს ბინჯური გეგმები რომ გადატრიალების მოწყობა უნდათ და 16 დეკემბერს უნდა დაეწყოთ ესე იგი შეხმატკბილებული მოკლედ შტორმი და ამას ხელისუფლება შესაძლო ვერ გაეძლო ხელისუფლებას მაგრამ ის აბსოლუტურად სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნა გადადგმული პრემიერ-მინისტრის მიერ როცა წინ პრევენციულად გააკეთა განცხადება რომ 28 წლამდე არ ვაკეთებთ განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ველოდებით თუ გინდათ გაგვაწევრიანოთ კი ბატონო მაშინ მოაწერთ დოკუმენტს ხელიო გეთახვევთ და ეს რა გამიჭება გააკეთეს დიახ და ეს რაც ახლა თქვენ თქვით ეს განსაცდელი ჩვენ ავირიდეთ სწორედ აი შინაგან საქმეთა სამინისტროს უბადლო მუშაობის შედეგად თორე ჩვენ ყავდა იგივე 92-ში შინაგან საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტი ელოდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მხარდაჭერას და ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში იქ შამპანურები იხსნებოდა და რა ხდებოდა კიდე კაც მარიცის იგივე 2003-შიც ესე იგი მე არ ვიცი ხლა შეიძლება კარგი პიროვნება ყველაფერი მაგრამ ძალიან ისეთი სისუსტე გამოავლინა მაშინდელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ შეაცილეს ვარდებით იქ იმაში რა ქვია პარლამენტში მოიცა ვერ გავიგე თუ კი გომელაურმა შეძლო ის რომ დაეცვა სახელმწიფო დაეცვა პარლამენტი რატო ვერ მოხერხდა ეს 92-ში რატო ვერ მოხერხდა 2003-ში იმიტომ რომ ეს კაცი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე მართლაც აი მე არ ვიცი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრები ყოლია მაგრამ ასეთი ძლიერი ასეთი აი მართლა ეხლა ის რა ქვია კახა თარგამაძე იძახდა მე ორ კინისკაცი ვარო მაგრამ კინისკაცი ყოფილა გომელაური აი მართლა ვინც იყოფილა კინის კაცი თარგამაძე ძლიერი მინისტრი იყო მე ვერ დაუკარგავ თარგამაძეს იმას რაც მან გააკეთა მაგრამ
გომელაური მართლაც არის მოწოდების სიმაღლეზე და მე მინდა მადლობა უთხრა თითეულ დანაყოფს მეც ეხლა ხშირად გქონია კაცო ამ უწყებასთან რაღაცა დაპირისპირება პროფესიული იმიტომ რომ მე ადვოკატი ვარ და ადვოკატი ყოველთვის დაპირისპირებულია პროკურატურასთან პოლიციასთან სამართლებრივად მაგრამ ჩანერგილებიც ბევრია იმ შესაძლებლობაში და ბევრია რა თქმა უნდა და სწორედ აი ეს ჩანერგილები აფუჭებენ სიტუაციას მე როდესაც შენ პრობლემას გიქმნია სწორედ მათი მიზანი არის რომ დაუპირისპირდე შენ პირველ პირს აი ეს არის ჩანერგილების მიზანი მაგრამ რაც ეხა იცით რა რაც მართალია კაცო ამ კაცს მადლობა უნდა უთხრათ მე მინდა მადლობა უთხრა რომ აი მართლაც ვერ ის რაც მან შეძლო ვერ შეძლეს მისმა წინამორბედებმა დაიცვა საქართველო და თქვენ რო თქვით გადაზრდილი არის დგებუაძეო იმისთვის რომ რა ქვია იმ აჭარის პოლიციის უფროსი ეხა იმ დგებუაძეს პატარა თანამდებობა კი არ აქვს აჭარის პოლიციის უფროსი არის მე ხო და გომელაურიც მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა ეს ადამიანი უნდა იყოს მაგრამ მეტსაც იმსახურებს ბატონი ვახტანგ გომელაური მე ვფიქრობ რომ მას უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლია ქვეყნისათვის ნუ ახლა ვიცე-პრემიერი პირველი ვიცე-პრემიერი არის უკვე და ამის მერე დაცა არა ნუ ამის მერე არ ვიცი რა იქნება მაგრამ ეს კაცი მეც იმსახურებს იმიტომ რომ ამ რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს საქართველოს ხელისუფლება იქნებოდა ჩამოგდებული დამიჯერეთ რომ გომელაური კარგ ადგილზე არის და კარგ საქმეს აკეთებს მაგრამ სისტემა გასაწმენდია მე ახლა ხო მოკლედ თვალის სვამს და თვალი ჭამსონა თქვამია მაგრამ ერთი რამე არის აი ხა ჩვენ პრობლემ გასუსულები იყვნენ გატროულები იყვნენ რა და ელოდებოდნენ რაღაცებს მაგრამ ეხლა ვიღაცებს ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში რა და ეს ძალიან კარგად იციან თვითონაც რა და ამას ალბათ მიაქცევენ. აი ხა მე ძალიან კარგი სტატია გასაწმენდია უდაოდ. აი მე ხშირად აღნიშნავ ხოლმე ასავალ-დასავალის როლს თქვენ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი ბრძანდებით სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხა ბოლო სტატია იყო Deep State-ის ანალოგი ფარული დასი. ანუ ძალიან კარგი სტატია იყო. კი ბატონი ლაშან დაწერა ეს. ბატონი ლაშა ნადარეშვილი ეს არის უნიკალური მოვლენა. მე არ ვიცი, აი ქართული ჟურნალისტიკის ფუძემდებელი, რომელმაც დაამასამარა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი, ამიტომაც იყო სააკაშვილი ხშირად რო იმეორებდა ასავალ-დასავალი და იმიტომ რომ ეს ყელში ქონდა გაჩხერილი და აი ეს ფარული დასი, რომელიც მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ეხლა მე არ ვიცი, აი თქვენ ტელევიზიები ახსენეთ, მე მგონი დადგა ის დრო, რომ აი ეს ტელევიზიებს კანონის შესაბამისად აეკრძალოს საქმიანობა, იმიტომ რომ ნინო ჟიჟილაშვილი ეს ბოდიში და ჩუკენა ვახოსანაია პირდაპირ თავისი ეთერიდან მოუწოდებდნენ ხელისუფლების ესე ჩამოგდებისაკენ გესმით თქვენ და მეტი რაღა არის საფუძველი ხა ირაკლი ბათიაშვილი დაიჭირეს იმის გამო რომ ბიჭებო გამაგდითო კაცო ყველა ტელევიზია არის საქართველოს საწინააღმდეგო ესენი და დაიხუროს გველების ბუდე უნდა ამოიფსოს იმითი რაღაცა გოგირდით მე მგონი იმიტომ გოგირდით უნდა ამოვაფსოთ და ხო არა იმიტომ რომ აბა სხვანაირად მაგათ ვერ იმასიზამ ვიცი რა ვიცი მაგათ ეხა ხელფასები რო აღარ ექნებათ აი როგორც მართლა აი გველებს რო გოგირდს აუხრჩოლებ ბუდეში ისე გამოსრიალდებიან იქედან და მე ნახე თქვენ ბატონ ნიკოლოს მაგათ ხო სინდის ნამუსი არ გააჩნიათ საერთოდ მე ნახეთ ესენი კლარნეტებს გადმოატრიალებენ და უგუმა დაუწევთ აი თქვენ მაგას ნახავთ ჩვენ მოვესწრებით ძვირფასო მეგობრებო თქვენ ნახავთ აი ამ ჟიჟილაშვილებს სანაიებს ამათ ნახავთ თქვენ ამოტრიალებული კლარნეტებით რომ ესენი სხვანაირად დაიწყებენ ესე იგი სიმღერას ნუ ხა სალამურს ეგეთი კარგად უკრავენ სინდისის ნეობა მორალი არა ვიცით რა არის გემს როცა არ აქვს მიმართულება ვერ გაიგებ და კომპასი აქვს დაკარგული ვერ გაიგებ საით მიდის და სწორად მიდის თუ არა იმიტომ რომ როცა გემს მიმართულება მარშრუტი არ აქვს როცა არ იცი სად უნდა გაჩერდეს მაშინ ვერ გაიგებ ვერ დაადგენ გემი სწორად მიდის სწორ კურსს მიყვება თუ არ მიყვება ამათ აქვს კომპასი დაკარგული აქვს სინდისნამუსი არ აქვს მორალი არ აქვს ზნეობა არ აქვს ეხლა მეც ეგარ თქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ესენი იყვნენ სააკაშვილის სექს მუშაკები სააკაშვილს მარტო ქალები კი არ ყავდა კაცო სექს მუშაკები იქ კაცებიც ყავდა სექს მუშაკები რა ყველანი ყავს გადაღებული ჩაწერილი ჩაკარტოჩკებული და ის 26000 ფაილი რომელიც არსებობდა და რომელზედაც დგას დღემდე ის
რეჟიმი ის ჰაერში კი არ გამქრალა, კი გაატარეს იმ გილიოტინაში ერთხელ, მაგრამ სინამდვილეში ის შენახული. ამიტომ ჩვენ ხელისუფლებამ ეს 26,000 ფაილი უნდა ამოწიოს და საჯარო ჩვენებები უნდა მოეწყოს მთელ საქართველოში. მთელ საქართველოში საჯარო ჩვენებები კინოთეატრებში უნდა აჩვენონ ხალხს, რას აკეთებდნენ ესენი, როგორ აუპატიურებდნენ კაცებს, როგორ აუპატიურებდნენ ქალებს, როგორ აუპატიურებდნენ ერთმანეთს. ხოდა ეს უნდა იქნას ეხლა მაშინ ეხლა პორნო ინდუსტრია აყვავდება საქართველოში. მაგეთი რომ გავუშვა Warner Brothers და ის რაღაცა ისინი რომ არის რაღაცა არ ვიცი ეგ პორნო სტუდიები რაცა ყველა უნდა დაიხუროს მაშინ. ეგენი რომ გავუშვა ესე იგი საქართველოს შეიძლება პორნო ინდუსტრიის მექათ იქცეს, იმიტომ რომ ეხლა ეს ხო კარგად ვიცი მართლა რატო სხვაზე არ იძახიან. ერეს ტელესექს დივები ბოდიში და ერთ-ერთი ტელეყეფარე ჟურნალისტი როვერ დააკმაყოფილა სააკაშვილმა ადგა და ბოდიში და ისეთი იმამდე მიიყვანა მდგომარეობამდე რომ ოპერაცია დაჭირდა და მე რო გაჩუმებულიყო მანქანა აჩუქა, ბინა აჩუქა და იმიტომ არიან ესენი ტყვეები არიან სააკაშვილის. აიმიტომ უნდა გამოძიებულიყო. მე მეცოდება ხა დაშანტაჟებულია ზოგიერთი, იმიტომ რომ ეხლა ის მან რა ქვია ტყილა გახდა ის რა ქვია თეადეიშვილი მაინც ვერ ნახა სააკაშვილი გარეთ. ზოგმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, ზოგმა კუჭით ის ხდა რა ქვია კუჭის ოპერაცია, რომ ეხა ქალი გამოდიოდა პირდაპირ ეთერში თეადეიშვილი ხვევშნა კროშ ის რა ვიცი კრუსუნისმოდა რო კითხულობდა იმას რა ქვია იმას რა ქვია წერის პირდაპირ ეთერში ლამის ორგაზმი დაემართა. სამარცხვინოები არიან არ ვიცი რა. მოკლედ ეხლა ეს თეადეიშვილები კოლექტიური თეადეიშვილები უნივერსიტეტებშიც არიან. ეხლა სხვათა შორის ჩვენთანაც არიან 1-2 თეადეიშვილი ტექნიკურ უნივერსიტეტში და ძალიან ისე არიან გაწკიპინებულები, ელოდებიან მიშასთან შეხვედრას, ხო და რას ლაპარაკობ? ტექნიკურ უნივერსიტეტშიც არიან ეგეთი ხა? კი არიან, ყველგან არიან კაცო. ნუ ახლა არა თქვენ ძალიან კარგი რექტორი ყავთ, მე პატივსავცემ მე ბატონს თქვენ რექტორს და მე არ ვიცი ბატონ გურგენი ბატონი დათო გურგენიძე ეროვნული კაცია, მაგრამ რა ქნას ეხლა თეადეიშვილობა როცა უნდა ქალს ეხლა დათო გურგენიძე იმას მე შოქს ხوار ჩამოაცმევს თავზე არა არა ხალი რო გამოვა ილიაუნის რექტორი და ძახსო საბაკას ძახსო საბარკარერქმევაო და მაკდონალდსო კიდე ისაო აქვია იმას პუსნაიტოჩკაო და რაღაც სისული აი ლექტორი რო ამას იტყვის მე ერთი არის კიდე იქ ილიაუნში აი რა ხალხია ეხა ეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტი კიდე გადააკეთონ ჰოსტელად და ეგ იქნება ეხა წამოკოტრიალებულია იქა და წვანან იქ ისინი სტუდენტები რა უბედურება ეს რა ხდება მე ვერ გავიგე რა ისინი სტუდენტები არიან შეიძლება 2-3 თორე თანარჩენები ვიღაცები იქნებიან დარწმუნებული რატო აძლევენ უფლებას მე ეგ წამოკოტრიალების იქა მე ვერ ხვდები ნუ მე მგონია რომ 20 თებერვლამდე მაინც ახლა აცლიან და მე დამთავრდება მაგათი ბაირამობა რა მე ასე ვფიქრობ იმიტომ რომ ახლა ეს ყოვლა წარმოუდგენელი ახლა მარაზმის ატანა და მოთმენა ეს არის ყოვლა წარმოუდგენელი ახლა არ შეიძლება ახლა ვიღაცა 300 კაცი კეტავდეს ქუჩას ეს არ შეიძლება ეს არის გამორიცხული ამბავი უნივერსიტეტი კიდე არ არის მაგათი LGBT რაღაცა საცვლების გამოსაფენი ადგილი რა უნივერსიტეტი არის უნივერსიტეტი და მართალია ძალიან ძიმე დარტყმებს გაუძლო და ძიმე რო ვიტყვიან დარტყმები მიიტანეს მასზე ნაძირალა სააკაშვილმა და მერე მისმა ხელისბიჭებმა მაგრამ უნივერსიტეტი არის მაინც უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი არის გასაწმენდი ხო და გაიწმინდება რა და არა მარტო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არამედ საერთოდ განათლების სისტემაა გასაწმენდი და უნდა დამთავრდეს ამ განათლების სამინისტროში პროკურორების დანიშვნა მინისტრებად ახლა სირცხველია ბოლოს და ბოლოს რა ადეიშვილის წევლების და მოსამართლეების და პროკურორების ადგილი არ არის განათლების სისტემაში და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება ახლა რაც არის საქებარი და რაც არის მოკლედ წარმოსაჩენი ვამბობთ იგივე ხო გომელაუზე ვამბობთ პაპუაშვილზე ვამბობთ პრემიერ-მინისტრზე მაგრამ განათლების სამინისტრო არის მისახედი განათლების სამინისტროში რო საქმე კარგად არ არის ჩანს ზუსტად ამამდე შეხედეთ რას მღერიან ეს ბავშვები ქუჩებში შეხედეთ რას გვანან ბატონო ნიკოლოზ ესენი ხო ჩვენი მომავალი თაობა და ეს არის საქართველოს მომავალი კაცო
შეხედეთ რა მღერიან, რა სიტყვები ამოდის ამ გარეწარ გოგოებს პირიდან რა. რა სიტყვები ამოსდით ამათ პირიდან, ამათ დედები ყავთ საერთოდ, მამები ყავთ, მაგრამ ეთქობა არიან პირდაპირ სექს მუშაკები გამოყვანილი, პირდაპირ გამოყვანილი სექს მუშაკები ყავთ აქციაზე და დააზეპირებინეს რაღაცა ბინძური ტექსტები და ამღერებენ იმას. ეხლა ეს ვაშაძე რო გამოდის, სხვათა შორის შეშინებული იყო დღეს ფიქრობს რომ ეხლა სამხარაძე მეც არ გამივლოს ხელშიო და რაღაცა ისე რა ქვია, კეთილი ყვავივით ლაპარაკობდა რა. ახამხამებდა თვალებს. ხო და კი მაგრამ მაინტერესებს შვილები არა ყავს ამ ვაშაძეს, მოწონს ეს ბავშვები რას ყვირია და რას იძახია? ან ნიკამელიას მოწონს, ბატონი ანზორ მელიაშვილს მოწონს ეს? მერთმა გაუზარდოს ის ბავშვი ყავს კაცო, პატარა ბიჭი ყავს ალექსანდრე, მოწონს, უნდა ამნაირი მენტალობის ძალი უნდა შეუვიდეს ოჯახში, როცა იქნება ამის დრო ახლა ჯერ პატარა ყავს კაცო და რაღაცა. გასაგები. ესენი ვინ არიან? ეს არის სოციალური ნაგავი. სოციალური ნაგავია ეგა. ეგენი ოჯახებში არ არიან შესაშვები. და რა აქციები, რაზეა ლაპარაკი? საერთოდ განათლების დონე 0. განათლების დონე 0. ისი სტუდენტები, ბატონო ნიკოლოზ, რა სტუდენტები? სწავლა არ არსებობს. საქართველოში სწავლა არის მკვდარი. განათლების პროცესი არის განადგურებული, დამიწებული, დასამარებული. მოკლეს ამათ ქართული განათლება. მოკლეს. ბოლონიის პროცესმა საქართველოში განათლების სისტემა მოკლა. ბოლონიიდან დაიწყება უნივერსიტეტების ისტორია მე-11 საუკუნეში. ბოლონიაში მოღვაწეობდა ცნობილი იურისტი, მსოფლიოში აღიარებული ირნერი და აი ბოლონიაში იყო პირველი უნივერსიტეტი და მერე უკვე დანარჩენ ქვეყნებში და ბოლონიის პროცესმა მოკლა საუნივერსიტეტო სწავლება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ მე არ ვიცი ახლა რუსეთს თავისი გზა საქართველოს თავისი გზა რუსეთი გამოვიდა უпроსტოდ გარიცხეს ის 2022 წელს ბოლონიის პროცესიდან, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ გავგრიცხავენ და ჩვენც გამოვართ ამ პროცესიდან. არ არის ესე იგი 4+2 სისტემა, სწავლების სისტემამ დაანგრია საქართველო. არავით არის სწავლება არ მიდის, მე მკითხეთ ეგ რა სწავლება არსად არ მიდის. ეს არის ტყუილი ყველაფერი. ბლეფია. განათლება არის მკვდარი. გეთახმები. საქართველო პროფესიონალებს ვერ ზრდის. გეთახმები. ჩვენ დიპლომიანი გარეწრების და უტვინოების თაობას. ეს არის სიმართლე. ახლა თითო ოროლა მანათობელი ბრილიანტი ყველგან ანათებს. კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. გასაგები. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, საინტერესო იყო თქვენი საუბარი ჩვენთან და ყოველთვის დაგითმობთ ეთერს, ხშირად კითხულობდნენ ბატონი დიტო სად არისო და მე ყოველთვის ვეუბნებოდი რომ ვერ ახერხებს, იმიტომ რომ დაკვირთული გრაფიკი აქვს და რა ვიცი, შემდგომშიაც ყოველთვის სიამოვნებით დაგითმობთ ჩვენ. წარმატებები მრავალს რა ეს არის თითოცხლეთ და იხარეთ. მოკითხვა ყველას დიდი პატრიოტიზმით, ბიჭები მომიკითხეთ სიყვარულით. გაიხარეთ. ბატონი დიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და რახან განათლებაზე და ჩვენი სტუმარიც იყო პროფესორი ბატონი დიტო ჩუბინიძე. ჩვენ აღარ გადავართ სხვა თემაზე და იგივე სტუდიაში, როდესაც ჩვენ ხა გავაგრძელებთ საუბარს, ასევე პროფესორი ყავს გადაცემის სტუმრად სტუდიაში ბატონი ელიზბარაშვილია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ბატონო ელიზბარ და რახან აი ჩვენ უკვე საუბრობთ აი ამ განათლების სისტემაზე, მინდა რომ განათლებად გავაგრძელოთ და ისე პოლიტიკურ თემებს დაუბრუნდეთ. აი რა სიტყვით თქვენ აი იმაზე რაც ხდება აი ამ სტუდენტების მხრივ უნივერსიტეტებში და საერთოდ რა სიტუაციაა? მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მივესალმები TV სეზონის კოლექტივს და გილოცავ შობა ახალ წელს. მივესალმებით ჩვენს ტერეულ მაყურებელს. მადლობა მოწვევისათვის. განათლების სისტემა არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნის პრობლემებიდან. ორი თემა არის ყველაზე უფრო აქტუალური, ეს არის ეკონომიკა, ეკონომიკის მდგომარეობა და ეს არის მეორე განათლების სისტემის მდგომარეობა. და ეს სისტემა მოდის იმ პერიოდიდან, როდესაც ჩატარდა ეგრეთ წოდებული რეფორმა კახალოვმაიას მიერ, შეიცვალა მთლიანად ის სისტემა, რაც იყო დრომოჭმული, უნდა განვითარებული იყო, უნდა დახვეწილი იყო, უნდა გარდაქმნილი იყო საგრძნობლად, მაგრამ მოხდა მისი სრულინგრევა და მის ადგილზე ჩვენ ანუ აი სახელმწიფო იმ დროს შექმნა ის სისტემა, რომელიც არის სრული სიმახინჯე
რომელიც დღემდე ინერციით აგრძელებს არსებობას, გარკვეული პატარა კოსმეტიკური ცვლილებები არაფერს არ ცვლის და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ დღეს. ჩვენ ამ განათლების სისტემას უნდა უმადროდეს სწორედ საქართველოს რომ არსებობს ესეთი თაობა, სადაც ეს ჩემი მოგონელი არ არის, რომ წაკითხulis შინაარსის გააზრება არის პრობლემა ქართველ მოსწავლეებში. და რა თქმა უნდა, თავი და თავი არის განათლების სისტემა და ის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც საჭიროებს სასწრაფო გამოსწორებას მას შემდგომ, რაც ჩვენ აი შედარებით უფრო სტაბილური არსებობისკენ გადავართ, ჯერ ყველას მოგვიხსენება, რომ ეხლა მიმდინარეობს სოფლიოში ძალიან დიდი ცვლილებები, გარდატეხის სიტუაცია როგორც გლობალურად სოფლიოში, ასევე კავკასიის რეგიონში. ამიტომ მე მახსოვს ჯერ კიდევ არჩევნებამდე ბატონი ირაკლი კობახიძე პრემიერი და შემდგომ კი არჩევნების შემდგომ ხაზგასმით საუბრობდა, რომ განათლების სისტემაში საჭირო არის ჩატარდეს რეფორმა, უნივერსიტეტებში საჭირო არის ჩატარდეს რეფორმა, სადაც მოხდება პოლიტიკური ნიშნით შეყვანილი მიწვეული ადამიანებისაგან წმენდა, რომელსაც ჩაანაცვლებს აკადემიური ობიექტური კონკურსები, როდესაც ღირსეული ადამიანები ყოველგვარი პოლიტიკური ნიშნის გარეშე მხოლოდ პროფესიონალიზმით იქნებიან შერჩეულები და გააგრძელებენ უნივერსიტეტში მოღვაწეობას. მადლობა ღმერთს, ესეთი პროფესორები არსებობენ, მეცნიერები არსებობენ, რომელთაც უნდა დაეთმოს ასპარეზი მას შემდგომ, რაც ჩატარდება და გაიწმინდება განათლების სისტემა პოლიტიკური ნიშნით მიღებული ადამიანებისაგან, რომლებიც არიან სწორედ სააკაშვილის პერიოდიდან მიღებულნი და გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ ყოველთვის. ეხლა რაც შეეხება თვითონ აი სიტუაციას, რაც არის ეს გამოსვლები, მე ვიტყოდი, რომ ის პროტესტი, საპროტესტო მოძრაობა, მიტინგები დავარქვა თუ რას დავარქვი, რასაც ჩვენ უყურებთ ხო ეს ბოლო პერიოდი, ეს არის თავისი შინაარსით, თავისი ფორმით და თავისი მეთოდოლოგიით არის წმინდა და ანტიქართული. ეს არ არის ქართული საპროტესტო კულტურის საერთოდ რაიმე ნაწილი. არასოდეს და აი ვის გუშინ არ არის დაბადებული, ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ მიტინგები, გამოსვლები საქართველოში ეროვნული მოძრაობაც რომ გავიხსენოთ ჩვენ, მრავალათასიანი მიტინგები ტარდებოდა თბილისში, უფრო დიდი საპროტესტო მუხტით, მაგრამ ხის ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდებოდა. ეს იყო ჩვენი კულტურა ყოველთვის. ერთი რამე მინდა გითხრათ ბატონო ელიზბარ რა, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ აი კულტურა ეს არ არის კულტურა, ჩვენი ქართული კულტურა, ის რასაც ესე აკეთებენ, სავსებით გეთანხმებით, იმიტომ რომ პროტესტი ყოველთვის იყო საქართველოში, ქუჩაში ყოველთვის იყო მიტინგები. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან გამოსულები იყო 56 წელს, 1978 წელს საბჭოთა კავშირის პერიოდზე მაქვს საუბარი. მერე იყო ეროვნული მოძრაობა, 9 აპრილის პერიოდი, მერე იყო ეს ეროვნული მოძრაობა, როდესაც დაამთავრა ეროვნული ხელისუფლება. ყოველთვის სამწუხაროდ თუ საუბედუროდ საქართველოში მიტინგებს რა დალევდა. მაგრამ არც ერთ მიტინგზე არავინ არ გამოსულა ისე და პოლიციელებისთვის ის არ რა ქვია ისინი არ ესურიათ ეხლა სამოქალაქო ომს თუ არ ჩავთვლი ჩვენ ეხლა მაშინ ტყვიები ესროლეს და ეს ომი იყო თორე და სხვა სცენარი იყო მაშინ ომი იყო თორე მიტინგებზე არავის პოლიციელებისთვის არ უწვიათ არავის არ დაუწვია იქაურობა არავის აი ესეთი შემზარავი და სამარცხვინო სიმღერები არ უმღერია ესეთი აი ბილდ სიტყვაობის სააკაშვილის დროს მილიონამდე კაცი გამოდიოდა და ფოთოლი არ ვარდებოდა ესენი ვინ არიან მართლა ვერ გავიგე და ესენი გვეუნებიან ჩვენო ქართველები ვართო და ეს ხარანაუზე რო ახსენე და ესო ჩვენი შვილებია ესო მომავალი თაობაო ღმერთმა დაგვიფაროს რომ აი ეს რაღაცა ნაწილი ახალგაზრდობის მომავალი იყოს საქართველოში რა კი სწორედ მაგას ვამბობ სამოქალაქო ომის გარდა ეროვნული მოძრაობის გამოსვლებიდან შემდგომ აი ბევრი გამოსვლები იყო არასოდეს თბილისისთვის თბილისის ქუჩებისთვის არ მიუყენებიათ ის შეურაცხყოფა პარლამენტის შენობისთვის არასოდეს ესეთი ქმედებები არ იყო თუნდაც პოლიციის მიმართ სპეცდადიშნულების რაზმების მიმართ რაც ჩვენ ვიხილეთ ეს აგრესია ეს ფორმა საერთოდ არის არაქართული ტრადიცია ჩვენ შეგვიძლია ესეთი ტრადიცია გამოსვლების ვიხილოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენ ვიცით აგერ ყვითელ ჟილეტიანები რას აკეთებდნენ ხო საფრანგეთში და ეს რა თქმა უნდა შეიძლება ეს მათი კულტურა არის
მათი ეთოფსიქოლოგია და მათი სახელმწიფო ამას იტანს, მაგრამ ეს არასოდეს არ იყო ქართული საპროტესტო კულტურა. მეორე შინაარსები არასოდეს საქართველოში როგორი ძლიერი საპროტესტო მუხტიც არ უნდა ყოფილიყო, ჩვენ ვერ დავინახავდით ისეთ ბანერებს, ისეთ წარწერებს, ისეთ ლოზუნგებს, ისეთი სიტყვების სკანდირებას, რაც გვესმის ჩვენ ეს მთელი პერიოდი, ეს არის უხამსი, გარყვნილი ლოზუნგები, ეროვნული მოძრაობის დროსაც კი 9 აპრილს, როდესაც ქართველი ქალბატონები პირდაპირ ტანკებს უვარდებოდნენ, არც ერთი უცენზურო სიტყვა, არც ერთი უცენზურო ესე იგი ლოზუნგი ჩვენ ან წარწერა არ გვინახავს ნამდვილად, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრძოლა უფრო დიდი იყო, ისინი მართლა შეეწირნენ საქართველოს ინტერესებს და მართლა ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა საქართველოში, ხო? შინაარსები არის სრულებით არაქართული. რაც შეეხება მიდგომები, ხო? მათი მიდგომა მე არ მახსოვს მაგალითად არასოდეს საქართველოში, რომ ვისაც უნდა ჩაეტარებინა მიტინგი და გამოსვლები, დადიოდნენ ჯგუფ-ჯგუფად მეგაფონებით და უყვიროდნენ მოსახლეობას ფანჯრებში, გამოდით, შემოგვიერთდით და ვინ ჩვენთან არ გამოდიხათ, თქვენ ხართ მოღალატები და მტრები. ასევე რომ თუ გაფიცვა უნდა და საერთოდ გაფიცვები ეს არ არის, უნდა აღვნიშნოთ, ქართული საპროტესტო კულტურა არასოდეს არ იყო გაფიცვები როგორც ინსტრუმენტი და ეს ვერც იმუშავებს საქართველოში. ეს ყველაფერი ფორმით, შინაარსით და მიდგომებით არის ის, რაც არის დაწერილი ამერიკის სხვადასხვა ინსტრუქციებში, მაქენის ინსტიტუტის გაიდლაინებში, არის წმინდა აკერმანის წმინდა რა თქმა უნდა ბჭყალებში აკერმანის ინსტრუქციებში, როგორ უნდა მოეწყოს სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუციები, აი სწორედ აი ამ გაიდლაინებს მიყვება აი სიტუაცია და ამიტომ არის რომ ეს საპროტესტო მიმართულება არის წმინდად არაქართული, ანტიქართული თავისი ფორმით, შინაარსით მიდგომები და ამიტომ არის რომ მას არ აქვს ძალა. ქართველმა ხალხმა გამოიჩინა სიბრძნე და უარყო აი საპროტესტო მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი არის, რა თქმა უნდა, განაწყენებული ქართულ ოცნების ეკონომიკურ პოლიტიკაზე, კულტურულ პოლიტიკაზე, მაგრამ ისინი არ გამოდიან, არ უერთდებიან, იმიტომ ძალიან ხედავენ, რომ ამათთან შეერთება არაფრით არ შეიძლება, რადგანაც ისინი რაღაცა სხვა კულტურის, რაღაცა სხვა სამყაროს ელემენტებს წარმოადგენენ და საქართველოსთან საერთოდ არაფერი საერთო არ აქვს. ამიტომ არის, რომ ქართველ ხალხში არ გამოიწვია არავითარი ემპათია, არავითარი თანაგზნობა, მე გეტყვით, რა გზნობებს იწვევენ ესენი. როდის იყო საქართველოში ქართული საქმისათვის გამოდიოდა მიტინგი, დემონსტრაცია და ისინი საუბრობდნენ, რომ ქუჩები გადავკეტოთ და თბილისის მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნათ. ესეც არასოდეს არ იყო საქართველოში. ამიტომ საბოლოო ჯამში ამ მოძრაობამ გამოიწვია მოსახლეობის ფართო ფენებში ორი გზნობა. ერთი არის აგრესია და რაც უფრო დრო გადის, აი ესეთმა ქმედებებმა გამოიწვია ხალხში აგრესიული მიდგომა, უკვე ამისი მოთმენა აღარ შეუძლია და მეორე ეს არის შიში ადამიანებში, რომ ხომ არ მოხდება აქ რაღაცა სამოქალაქო არეულობა, ან ხო არ მოხდება ის გადატრიალება, ან რასაც ისინი აპირებენ. არჩევნების ჩანიშვნა ეს სიტყვა მე არ ვიცი, ჩანიშვნა რატო დანიშვნა მაგალითად, არჩევნების დანიშვნა და ამ არჩევნებს რო ჩაატარებს მაგალითად ვიღაცა დასავლეთიდან მათი ლობისტები და მათ მოიყვანენ ხელისუფლებაში, მათ ძალებს, ისინი მერე ვინც მონაწილეები არიან, მთავარი მოქმედი პირები, ისინი ქვეყანაში ხელახლა დაინაწილებენ ეგრეთ წოდებულ პარაჟენიებს, რაც მიხეილ სააკაშვილის დროს ჰქონდათ მათ ხელთ და შემდეგ ისინი მოტრიალდებიან და ვინც არ ვუჭერდით მათ მხარს, მოხდება ჩვენი დევნა, წმენდა, ჩვენი გაგდება სამსახურებიდან, ბიზნესების წართმევა, პოლიტიკური დევნა, ქუჩაში დახვრეტები, ვინც არ არის დაბადებული გუშინ და სააკაშვილის რეჟიმს გაიხსენებს, ძალიან კარგად გვახსოვს რა ხდებოდა მაშინ, ხო? ციხეებშიც, ქუჩებშიც, ინსტიტუტებში, სახელმწიფო დაწესებულებებში და წმენდა იყო. ამიტომ აი ეს არის ორი გზნობა, რაც გაჩნდა. აგრესია ფართო მოსახლეობაში და მეორე შიში, რომ რაღაც არ მოხდეს. ამიტომ ეს ხალხი ნელ-ნელა ჯერ ერთი რომ მოწყვეტილი არიან საერთო საგარეო გეოპოლიტიკურ სიტუაციას. ეს არის ის მოძრაობა, რომელიც ჩარჩენილი არის სადღაც 2003 წელიწადში, დღეს არის მსოფლიო საერთოდ შეცვლილი, კავკასიის რეგიონში არავის არ მისცემს უფლებას, არც ერთი გარშემო ქვეყანა, რომ აქ მეხუთე კოლონა შეერთებული შტატების მონები დასხდნენ ხელისუფლებაში და კავკასია შეიყვანონ არეულობისაკენ, ხო? არა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან რადიკალური ზომებია საჭირო, ხა ბატონი თვითონ საუბრობდა, რომ
თუ ჩვენ რადიკალური ზომები არ, რევოლუციური ზომებია გასატარებელი განათლების სისტემაში. უნდა ფაქტობრივად ცვლილებები მოხდეს განათლების სისტემაში იმ კუთხით, რომ ეს პედკოლექტივი, რომელიც არის, ანუ ეს ლექტორები, უნდა გაიცხრილოს ძირფესვიანად. ილიანში ეხლა 90% ვინც ასწავლს, ყველა გამოსაყრელია იქიდან. ესენი ამათმა იქ რაც გააკეთეს, ეს არის დანაშაული. აი მე ვერ გავიგე, რატო უნდა დაუთმოს სახელმწიფომ სატანისტებს თავისი სახელმწიფო უნივერსიტეტი. რატო უნდა ვაფინანსებდე მე ილიანი ხო არის? ილიანი ჯერ რატო უნდა უწოდოთ ამას? ილია ჭავჭავაძის ხო არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი? ხო არის? რატო უნდა მე მივცე ეს ილიას უნივერსიტეტი აი სატანისტებს, ხო? რატო? და რამდენი უნივერსიტეტია კიდე ესეთი სახელმწიფო, ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, საერთოდ კი თქვენ იქ აღარ, რომელშიც არის განთავსებული აი ეს ცენტრები, ხო? ეს ხო უნდა რაღაცა ცვლილებები მოხდეს, თორე სხვანაირად ეს ბავშვები დაიღუპება, ეხლა აი მცხარი გლის იმაში რო შეუშვა, გელთან რო შეუშვა, ხო შეჭამს და ესე იგი მცხრები შეუშვით იმაში გლებთან რა. დია განათლების სისტემის რეფორმა არა ხა ჩვენ ხშირად ლაპარაკობთ იცით რა რეალობაზე რაც არის მაგრამ გადაჭრის გეგმებზე ბევრი ერიდება საუბარს იმიტომ რომ შემდგომ რაღაცა არაპოპულარულია იქ ვიღაცა ისე არ გაიგოს ესე გავიგეთ რაც ხდება გეოპოლიტიკაში გავიგეთ რაც ხდება მსოფლიოში მაგრამ ბიჭო შენ ის მითხარი რა უნდა გაკეთდეს და გაკეთდეს რა უნდა ეს უნივერსიტეტები როგორც აი თურქეთში მოხდა დაიხუროს ყველა ეს უნივერსიტეტი რომელიც არის აი ამ გლობალური ომის პარტიის ხელში, ანუ ნაცმოძრაობის ხელში, ყველა უნდა დაიყუროს და საერთოდ ლიცენზირების საკითხი უნდა იყოს ძალიან მკაცრა. უნივერსიტეტი, რომელიც ბავშვებს დის საქართველოს წინააღმდეგ, ის უნივერსიტეტი არ უნდა ფუნქციონირებდეს, არ ვიცი მეთანხმებით თუ არა. რა თქმა უნდა ჩამოყალიბდეს განათლების სისტემის ახალი იდეოლოგიური პლატფორმა, რომელიც იქნება ეროვნული და რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი იმისაგან, რაც აქამდე იყო. გენდერული ფსიქოლოგია იქნება თუ სხვა მიდგომები, კოსმოპოლიტური მიდგომები, რომლებიც ეროვნულობას გამორიცხავს, ამოღება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების, ხო? აი ეს ყველაფერი უნდა გასწორდეს, რა თქმა უნდა, და ჩვენ უნდა მივახციოთ იმას, რომ ჩატარდეს რეალური რეფორმა, როდესაც მხოლოდ პროფესიონალები და კვალიფიციური ხალხი იქნებიან გამჭვირვალე ღია კონკურსებში მისაღები. საერთოდ მისაღებდია ამდენი კომერციული უნივერსიტეტები რო არის, რა ხარისხის განათლებას იძლევიან და რა საჭირო არის ამდენი უნივერსიტეტი და ამდენი სტუდენტი, როდესაც უმეტესი დიპლომი არის უბრალოდ ცარიელი ფურცელი, ხო? საჭირო არის მოხდეს რანჟირება უნივერსიტეტების, ყველა დაწესებულებას უნივერსიტეტი არ უნდა ერქვას, უნდა იყოს შემოღებული რანჟირება, უნდა იყოს ინსტიტუტები, სხვადასხვა პროფილის, უნდა იყოს განვითარებული პროფესიული ტექნიკური სასწავლებლები, კოლეჯები, სადაც მოხდება სპეციალიზაცია და ადამიანები დაიუფლებიან კონკრეტულ ვიწრო სპეციალობებს, რომელიც გამოადგება ქვეყნის ეკონომიკას ასაშენებლად და არა ჩვენ ყავდეს უამრავი სხვადასხვა უნივერსიტეტების იურისტები, ფილოლოგები, ისტორიკოსები, რომლებიც არც თავის დარგში არ ქმნიან არავითარ პროდუქტს და არც არავითარი კონკრეტული სპეციალობა არ აქვს იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღმშენებლობაში ჩაერთონ და იპოვონ თავიანთი ადგილი ქართულ ეკონომიკაში. ასე რომ განათლების სისტემა არის ფუნდამენტი საერთოდ ქვეყნის აღმშენებლობის, მაგრამ თავარი არის მაინც ეკონომიკის გაჯანსაღება და ეკონომიკის რეინდუსტრიალიზაცია. ბატონო ნიკოლოზ, თავარი პრობლემა დღეს რაც დგას საქართველოს წინაშე ეს არის აი ამ პერიოდის ისე გადატანა ხელისუფლებისათვის, რომ არ მოხდეს ზედმეტი რყევები ქვეყანაში, არ მოხდეს სერიოზული დაპირისპირებები და არ მოხდეს პროვოკაციები. ხო, ჯერჯერობით ჩვენ დავინახეთ, რომ აღკვეთილი იყო ის შეტევები ჩვენ რაც ვნახეთ ხო რუსთაველზე, იმიტომ რომ მოხდა გამოვლინება, მოხდა ამოღება ამ პიროტექნიკის, რომელიც არის ნამდვილად სასიკვდილო და ბევრი ადამიანი დაშავდა ამით, ჩვენ ვიცით, როგორც პოლიციელები, ასევე მომიტინგეები თვითონ და ასევე ჟურნალისტები, ხო? და მან შემდეგაც განეიტრალდა ეს და ვინც იყვნენ ორგანიზატორები, იყვნენ აყვანილნი და დაპატიმრებულნი, ჩვენ დავინახეთ შემდგომ ამ გამოსვლებმა მიიღეს მშვიდობიანი ხასიათი და არავითარი შეტაკებები მეტი არ იყო, ხო? აი სწორედ ესე განეიტრალდა ის ძალადობრივი გამოსვლები, ამას უნდა მოხდეს შემდეგი მუშაობა და ეს არის სახელმწიფო საქმე, რომ არავითარი ფეთქებადი სიტუაცია არ შეიქმნას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ისეთ რეგიონში და ისეთ ფაზაშია შესული დღეს მსოფლიო, რომ მსოფლიოში დღეს აი მეტაფორო რომ ვთქვათ, არის მღრიე წყალი შექმნილი, სადაც ყველა დიდი იმპერიული ზახვების ქვეყანა
ცდილობს რომ ამ ღრიე წყალში დაიჭიროს თავისი თევზი. მე ხა გეტყვით რომ თურქეთი უკვე იერთებს სირიას, ხო? ეს არის გაიღვიძა თურქეთის პანთურქულმა ძველმა ინტერესებმა და ერთ-ერთი რაც პირველი გადაწყვიტა არის სირიის მიერთება. თურქეთს აქვს სხვათა შორის პანთურქულ ინტერესებში ძალიან ბევრი ჩვენთან მიმართებაში არასასრულელი სურვილები, ხო? ჩვენ ვიცით ეს. ასევე რუსეთი შეიერთებს უკრაინას საბოლოო ჯამში, ტაივანი შეერთება სურს ჩინეთს და ესეც მოხდება. ამერიკის შეერთებული შტატებმა დააყენა გრენლანდიის აღების და კანადის საერთოდ შეერთების საკითხი, ხო? ეს ისეთი არაორდინარული სიტუაციაა დღევანდელ მსოფლიოში, რომ მართლაც ჩვენ უნდა მოველოდოთ ძალიან დიდ გლობალურ ცვლილებებს. ისეთ რაღაცებს. ამიტომ ჩვენ ახლა ეს პერიოდი აქვს ქვეყნის აჯანჯღარები და დაპირისპირები და ვიღაცის ისტერიული გამოსვლებით არ უნდა ჩავაგდოთ ჩვენ ქვეყანა ისეთ მდგომარეობაში, რომ მართლაც აქ მოხდეს უმართავი პროცესები. თუ ეს დაიწყო ნამდვილად კავკასიის გადაქცევა გარკვეულ ძალებს უნდათ მართლაც ავღანეთად. და ამისათვის არის საჭირო რაღაც ზომების მიღება. ხა შეიძლება როდემდე უნდა უთმინოთ ემოთ. ხა აი ესე იგი, იცით რა არის, ვიღაცები ლაპარაკობენ ნაცების სახე ხო დავინახეთ. თუ ნაცების სახე ისედაც კარგად ვიცით ვინ არიან, რაც არიან, ხო? ეხლა გასაგებია, ეხლა არის ესეთი პოზიციაც გამოთქმული, რომ აი ეხლა ვართო ჩვენ ჭაობშიო და ზედმეტი მოძრაობით შეიძლება ამ ჭაობში ჩავიფლათო, ამიტომ ნაკლები მოძრაობის შედეგად უნდა გავიდოთ სამშვიდობოსო, მაგრამ იცით რა არის? როდესაც ქვეყანაში ტურისტი არ ჩამოვა, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკა არ იქნება, ეს ეხლა ხალხი ეკონომიკურად თუ პრობლემები შექმნა და იშიმშილა ხალხმა უკვე ეს დამატებითი უკვე ადამიანების ფენა, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება, ხო? იმიტომ რომ ეხლა უამრავი უნდა ჩამოსულიყო ტურისტი და ამიტომ არ ჩამოვიდა არეულობაა საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ხელისუფლებას აქვს დიდი მხარდაჭერა და საკმაოდ დიდი აი ესეთი დაკვეთა ხალხისგან. უნდა აილაგმოს ეს მოღალატები ყველანი ციხეში, ვინც კი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და ეს ტელევიზიები რა დაიხუროს აუცილებლად. და აი სამი რამეა მთავარი გასაკეთებელი. ტელევიზიების დაკეტვა, ეს ნაცარხების, ეს ოპოზიციის განეიტრალება და განათლების სამინისტროში რევოლუციური მეთოდები. აი რეფორმები. აი ეს სამი ნაბიჯი საქართველოს გამოიყვანს ჩიხიდან. კი, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი საკითხი არის მაინც ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნება. და სტაბილურობას ამის გარეშე ვერ შეგვიძლია. ხო, და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ჩვენ უნდა დავასრულოთ იმაზე საუბარ, რომ ქვეყნის ეკონომიკა უნდა იდგეს ტურიზმზე. ტურიზმზე დაშენებული ეკონომიკა არასოდეს არ არის მყარი. ჩვენ ვიცით სხვა ქვეყნები, სადაც ტურიზმი გაცილებით მაღალია და ეკონომიკური კრიზისები ყოველთვის იყო. ასე რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უკავშირდება ქვეყნის რეინდუსტრიალიზაციას, რაც არასოდეს არ განხორციელებულა მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი. ამიტომ ჩვენ აგვირჩია ევრაზიის ძირითადო მოთამაშეებმა, როგორც ევრაზიის მაგისტრალური გზების გზაჯვარედინი. შუა დერეფანი გასაგებია, რომ მას ჩინეთი კურირებს და ევროპისაკენ წავა და ეს გზა ფართოვდება და იძენს უფრო დიდი უნარიანობაზე არის მუშაობა, ანაკლიის პონტს გულისხმობ, მაგრამ არსებობს მეორე მაგისტრალი ჩრდილოეთ ევროპა, რუსეთი, ირანი, ინდოეთისაკენ, რომელზეც ასევე ძალიან დიდი თანხებით უკვე მუშაობს ინდოეთი, იმისათვის რომ საქართველოზე გაიაროს აი ამ სომხეთის გავლით საქართველოზე და შემდგომ უნდა წავიდეს ეს რუსეთისგან, ეს არის აფხაზეთის გზა. ამიტომ საქართველოს წინაშე არჩევანი არ დგას. დიდმა მოთამაშეებმა, რომლებმაც მოიპოვეს გავლენა კავკასიაზე, ამერიკის შეერთებული შტატებისაგან განსხვავებით და ევროპისაგან განსხვავებით, აი ამ მოთამაშეებმა დავარქვათ მას ბრიქსის ეკონომიკური ინტერესები, რომელიც ხდება გადამწყვეტი დღეს საქართველოში და ის განსაზღვრავს ყოველგვარ პროცესებს შიდა პოლიტიკურს. არავით არის სპეციფიკური ადგილობრივი პოლიტიკური პროცესები დღეს საქართველოში არ მიდის. და იმისათვის, რომ რუსეთისა და ინდოეთის ეკონომიკური ინტერესები დაკმაყოფილდეს, ამისათვის რუსეთი მზად არის და იცის ძალიან კარგად, რომ აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს ტერიტორიის მთლიანობაში არის ნომერ პირველი გადასაჭრელი საკითხი და რუსეთისათვის ამის მოგვარება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომ საქართველოს მოსახლე ხელისუფლებამ უნდა მოამზადოს სიტუაცია იმისათვის, რომ გაიხსნას ახალი ჩრდილო-სამხრეთის დერეფანი და ამ ორი დერეფნის საფუძველზე ამ არეალში სავსებით შეიქმნება ის ეკონომიკური ზონა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ ეკონომიკის აღმავლობაზე. ეხლა დავასრულებ
იმისათვის რომ გაიხსნას და იყოს მოლაპარაკებები რუსეთთან აფხაზეთისა და სამოჩაბლოს დასაბრუნებლად, ამისათვის საჭიროა ქვეყანა მოამზადოს და გარკვეული გზები გაიაროს. რა მაგალითად? მაგალითად ის რომ მაგალითად ქართულმა უცნებამ დაანონსა, რომ შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ მოქმედებებს, ხო? აქ უკავშირდება აგვისტოს ომის სამხედრო დანაშაულებებიც. ეს კომისია, მე ვფიქრობ, არა მარტო სამართლიანობის აღდგენისათვის არის საჭირო, არამედ იმისათვის არის საჭირო, რომ დადგინდეს და საქართველოს მხარემ აღიაროს ისტორიული სამართლიანობა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დამნაშავე იყო იმაში, რაც მოხდა მაშინ აგვისტოში, რომლითაც დაზარალდა ისევ ქართველი ხალხი და ისევ საქართველოს მხარე და ეს იყოს ოფიციალური დოკუმენტი და ოფიციალური პოზიცია საქართველოსი, რომელიც საფუძვლად დაედება მომავალში რუსებთან და აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებებს იმისათვის, რომ დაიწყოს ურთიერთობა ახალი ფურცლით და ის რაც მოხდა, ის არასოდეს არ განმეორდეს. აი მისი მოსამზადებელი სამუშაო უნდა იყოს სწორედ ნაციონალური მოძრაობის გასამართლება და ძირითადი ფიგურანტების დასჯა და მიჩენა, სადაც საჭიროა. აი ხა თქვენ რო თქვით, რომ მე სავსებით გეთახმებით, მე ვაუბრალოთ რეალობა რაც არის, ჩვენ ახლა ინდუსტრიულ ქვეყანად საქართველოს ერთ-ორ თვეში ვერ ვაქცევთ. ამას სჭირდება დიდი მუშაობა. დღეს ამ ეტაპზე რაც ქვეყანას ასრულდგმულებს, ეს არის ტურიზმი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტურისტულობად ინდუსტრიაზე დარჩეს ქვეყანა რაღაც ტურისტული იყოს საქართველოს. უნდა განვითარდეს და ეს ტურისტული იმაზე რო არ ვიყოთ ჩამოკიდებული მხოლოდ ფენომენზე, ხო, მაშინ უნდა შეიქმნას ის, რომ ჩვენ უნდა დავამყაროთ ურთიერთობა რუსეთთან. რუსეთთან ურთიერთობის გარეშე საქართველოს ინდუსტრიული ვერ გახდება. ვერანაირი პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, ვერ გავა საქართველოს ფარგლებს გარეთ, იმიტომ რომ საქართველოს უკვე აირჩია ის გზა, რომ ჩვენ რუსული ბაზარი არ გვინაო, ევროპულზე უნდა გავიდეთო, მაგრამ ვნახეთ, რომ ევროპულ ბაზარზე არავინ არ შეგიშვებს შენ. აგერ ევროპელებს უჭირთ თვითონ, აი პოლონელებს ვერ შეაქვთ მაგათაც ის პროდუქტები, რაღაცა ლიმიტი აქვს. ევროპის ქვეყნები თვითონ ვერ ახორციელებენ ისეთ ბრუნვას, რაც მათ უნდათ, იმიტომ რომ ლიმიტირებულია ევროპული ბაზარი. და ჩვენ რო გვეუნებოდნენ, გვახსოვს ალბათ, რომ რა თქვინა ეს ევროპული ბაზარი, აგერ ევროკავშირის ბაზარი არის 10-ჯერ, 20-ჯერ უფრო დიდი ვიდრე რუსეთისო. კი, მაგრამ 30 წელი გავიდა, ხო? რატო ვერ შევედით მაშინ? ელემენტარული ღვინო რატო ვერ შევიტანეთ იმ ევროპულ ბაზარზე? ღვინო დღეს ნომერ პირველი ექსპორტიორი არის რუსეთი, ხო? რუსეთში გადის 80% საქართველოში არსებული ღვინის პროდუქციისა და რაღაცა 20% თუ გადის სხვაგან. 80% გადის რატო ვერ ახერხებთ ევროკავშირს? ეხლა რასაც ვაწარმოებთ, რა არის? ღვინო არის, ჩაი არის და მეტი რა გვაქვს? ეხლა ჩვენ ისეთი ვითომ რაღაცას ვაწარმოებდეთ, აქ ღვინო რატო ვერ გაიტანეთ ევროპაში? რატო მინერალური წყლები ვერ გაიტანეთ? ბორჯომი, ნაბეღლავი რატო ვერ გაიტანეთ? იმიტომ რომ არ გიშვებენ და ეს ყმადაღებული გახსოვთ მილიარდიანი ბაზარი ის არის, რატო ვერ შედიხართ მე რატო? არა, ეს არის სრული იდიოტები არიან, ვერ ცხრებიან ამას. აი ცით რა, ყველაზე უფრო ცუდი რა არის, ცით ადამიანი თავიდან ფიქრობს რაღაცა ნორმალურად და მე როდესაც აი ამ გავლენის ქვეშ მოექცევა, მე უკვე ეს დასავლეთი რასაც გეუნება, ის უნდა გააკეთო. აი ერთი მაგალითს მოგიყვათ. ეხლა ზურაბ ჟვანია სანამ ამ თავის ევროპელ რაღაც გარკვეულწილად მეგობრებთან არ მოხვდებოდა და სანამ არ მოიწამლებოდა იმ რაღაცა თავისი ევროპული იდეებით, მანამდე აგერ როგორ ფიქრობდა ეს კაცი, რა ევროპა, რის ევროპაო, შეგახსენებთ, სანამ ის ახალგაზრდა იყო, სანამ ის დაიწყებდა აქტიურ პოლიტიკას, აი ნახე როგორ ფიქრობდა ეს კაცი. რომ საქართველოს არ არის აზია, მაგრამ საქართველოს არ არის არც ევროპა არსებითად. ეს არის ნაწილი აი უნიკალური, საოცრად მრავალფეროვანი და თავისთავადი სამყაროსი, რასაც კავკასია ეწოდება. და სწორედ აი ამ მოძრაობის წამოწყება გულისხმობს აი ამ ორიენტაციის გაბატონებას საქართველოში. რომ ჩვენ დაუბრუნდეთ იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რომელიც ჰქონდათ ჩვენ წინაპრებს. ჩვენ დავიკავოთ ჩვენი ბუნებრივი ადგილი მსოფლიო ხალხთა თანასაზოგადოების სისტემაში. აი ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, კულტურული თვითმყოფადობის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა, ალბათ ერთ-ერთ პირველ ადგილზე დგას თანამედროვე მსოფლიოში. ჩვენ დღეს იმდენად ვართ ჩართული, არსებითად ხელჩართულ ბრძოლაში ფიზიკური გადარჩენისათვის, რომ ამ ასპექტებს ჯერჯერობით ყურადღებას არ ვაქცევთ. მაგრამ ეს არის ძალიან სახიფათო მდგომარეობა ჩვენთვის.
აი რა სიძახის ეხა ჯვანია რომ ჩვენ ვართ პირველ რიგში კავკასიელები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი რა თქმა უნდა ჩვენ ევროპასთანაც უნდა თანამშრომლობდეთ მაგრამ ჩვენი ეროვნული იდენტობა და ჩვენ სად ვართ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და მე ვეთანხმებით ამ ადამიანს რომ ამ მის პათოში მაგრამ გადის წლები და რადიკალურად სახეშეცვლილ განცხადებას აკეთებს რომელიც გახდა მე შემდგომ აი ამ ადამიანების რომლებიც ეხა რუსთაველზე დგანან ეს გარკვეულწილად შემდგომში მათთვის რაღაცა იდეალად იქცა ეს ყველაფერი აი მოусვენოთ We are so happy and proud that my generation, our generation, was privileged to announce in the hemicycle these very simple words. Me var kartveli, da mashasa da me var Evropeli. I am Georgian and therefore I am European. Tegi, ადამიანი იძახდა აი კავკასიელები ვართო ჩვენო, ჩვენი ეროვნული თვითყოფადობა უნდა შევინარჩუნოთო და ჩვენ ქართველები ვართო და იქ გამოდის ევროპის საბჭოს ასამბლეას და ლაპარაკობს ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ვართ ევროპა. არავით არის მაშასადამე არა ვართ. ჩვენ ვართ ქართველები, არ გვჭირდება დეფინიცია. სამწუხაროდ აი საქართველოში არის ესეთი რაღაცა. ყველგან უცხოეთში პირველ რიგში თავის ეროვნულ პროდუქციას, ეროვნულ თვითყოფადობას ანიჭებენ უპირატესობას. და ჩვენთან საუცხოოდ ითვლება აღმატებულად. გესმის? უცხო ითვლება აღმატებულად. და ყველგან უცხოეთში კაცო პირველი თავისი პროდუქტია, პირველი თავისი ქვეყანაა. ეხლა ლიბერალიზმმა შეიძლება იქაც რაღაცა სხვა ჭტილი მიაყენა ამ რაღაც პოზიციებს, მაგრამ ბიჭო, შედალოცილოდ ადრე თუ ამას ფიქრობდი, ეხლა იქ რო რაღაცა მიგიღო დივიდენდები, ეხლა გახდა მაშასადამე საქართველო. ყოველგვარი მაშასადამეს გარეშე ვართ ჩვენ. გორგოდ იქ გამოვიდა გიორგაძე, სხვათა შორის აი საკ პატენტის დირექტორი ახალგაზრდა ბიჭი და თქვა, აი განმარტა, არ გვჭირდება ჩვენ ეს არავითარი დეფინიციები და ვინმესთან მისადაგება. ჩვენ ვართ ერთი უნიკალურები და არც კავკასი ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი თუნა უამრავი რაღაც საამაყო გვაქვს ჩვენ არ გვჭირდება არავისთან შერწყმა ქართველები ვართ უნიკალურები და არა არ გვჭირდება მაგრამ თანამშრომლობა და ურთიერთობა ეს ხო არის არავინ არ გვიგზავნოს ამას ხო და ამიტომაც არის რომ ესე პოზიცია ქარის იმასავით რომ დაუბერავს ლერწამივით არ უნდა იხრებოდე ხან რო იძახდე რომ თვითყოფადობა შევინარჩუნოთ და კავკასიაში ვართ უნდა გავითვალისწინოთ და მე მაშასადამე ევროპელი არ უნდა იძახო მე მგონი ხო ნუ ეხლა გასაგებია რომ მაგის მერე წამოვიდა სოროსის ფულები და მაგის მერე გასაგებია რომ ეს ის ფენა არის კლასია პოლიტიკური რომელიც ყოველთვის იყიდება ფულზე მე კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტერესები არ არის ურთიერთობები არ არის საქართველოსათვის პანაცია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ევროკავშირის წევრები იყვნენ ქვეყნები, მაგალითად საბერძნეთი, ხო? და დავინახეთ როგორი ეკონომიკური კოლაფსის წინაშე იდგა, ხო? რაღაცა პერიოდის წინ. ევროკავშირში შეტანა პროდუქტის, მაგალითად ღვინო ახსენეთ, ხო? ბატონო ნიკოლოზ, ქართული ღვინო არის ყველაზე თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ღვინოა მსოფლიოში, ხო? ცნობილი არის ბაზარი ისე არის სტრუქტურირებული ევროკავშირში, რომ ესპანური, ფრანგული და იტალიური ღვინო არ გააკეთებს იმას, რომ იქ ქართული ღვინო შევიდეს. ისეთი მასშტაბით, როგორც ჩვენ გვინდა. ასევე ეხება სხვა პროდუქციას, ხო? ეს ევროკავშირი არ არის ის სისტემა, რომელთანაც ურთიერთობა, მხოლოდ მათთან ურთიერთობა იქნება ჩვენი ქვეყნის აღმავლობის საწინდარი. რა თქმა უნდა, იყო ადრე ესეთი ილუზია საქართველოში და ამ ილუზიას მიყვებოდა ქართული ოცნებაც რომ ჩვენ უნდა ყოფილიყავთ ევროკავშირის ასე ვთქვათ ბრმანაწლავი და რაღაცნაირად მისი განაპირა ყველაზე განაპირა კიდე სადაც რაღაცა ცივილიზაცია და ეკონომიკა უნდა შემოიტანათ. მაგრამ უკვე 2 წელია რაც დადგა ახალი რეალობა მსოფლიოში და ეს უკავშირდება ბრიქსის სახელმწიფოების გაძლიერებას რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, ასევე თურქეთის სახელმწიფო წამოვიდა ძალიან წინ და ის ასევე როგორც მან ნატოს წევრია, მაგრამ აღარ თამაშობს იმ პოლიტიკას, რაც არის ამერიკისათვის პირდაპირ მისაღები და დღეს შეიქმნა ესეთი სიტუაცია, რომ ჩვენ იმის მაგივრად რომ გვეოცნება ევროკავშირის ეკონომიკური და კულტურული ბრმანაწლავი ყოფილიყავით, დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ევრაზიის ერთ-ერთი ცენტრალური კვანძის გზაჯვარედინი ვიყოთ სწორედ ეკონომიკური მაგისტრალების.
და ეს ნიშნავს, რომ გზაჯვარედინი ნიშნავს, რომ სოფლიოს 4-ვე მხარესთან შეგვიძლია ჩვენ დავამყაროთ ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოსთვის ყოველთვის გამოსაყენებელია და კარგია, მათ შორის რა თქმა უნდა, დასავლეთ ევროპასთან, დავამყაროთ პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც წაადგება საქართველოს მომავალს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ეკონომიკის აღმავლობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართული ოცნების მისია არის, რომ ქვეყანა მოამზადოს იმისათვის, რომ ეს გზაჯვარედინი გაიხსნას. შედგეს ეს გზაჯვარედინი. ამისათვის საჭირო არის რუსეთთან დალაპარაკება, რადგანაც რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე, ვინც თulis რომ შეიძლება აფხაზეთის და სამაჩაბზოს დაბრუნება, ეს არის სრული ილუზია და საკუთარ ტყუილში ყოფნა. ხოლო რუსეთთან გასაუბრების დაწყებას და აფხაზებთან და ოსებთან, რა თქმა უნდა, მანამდე საჭირო არის ქვეყნის მომზადება იურიდიულად, რომ იყეს გამოძიებული იყოს ყველა ის დანაშაული სამხედრო, რაც გააკეთა ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობამ და იყვნენ დასჭილი ეს ფიგურანტები და ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა და სახელმწიფოს ჟესტი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების მიმართ, რომ ეს მეტი აღარ გამეორდება, ამას თვითონ ქართული სახელმწიფო დაგმობს და მეორე რაც მთავარია, სანამ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არ არის გამორიცხული, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ესენი ითხოვენ და ესენი აწვევიან ქართულ ოცნებას, ეს ძალა საერთოდ უნდა განეიტრალდეს. რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები საჭიროა იმიტომ, რომ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვალოს, შეიქმნას ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც იმუშავებს ამ საკითხებზე და ტერიტორიულ მთლიანობაში, აი ამ ჩვენი ძიძველი რეგიონების დაბრუნებაში შეცვლის კონსტიტუციას ისევ, რომ ქვეყნის გამთვლენება იქნება შესაძლებელი. ამიტომ აი ეს გზები არის გასავლელი, ჩვენ სხვა გზა არ აქვს, ვერავით არის ძალა საქართველოს იმ ეკონომიკურ პროექტებს ვერ ჩამოაშორებს, რაც უკვე გადაწყვიტა სოფლიოს აქეთმა ნაწილმა, რომელთა ხელში, ბრიქსის ხელში არის 70-ზე მეტი ტრილიონი შიდა პროდუქტი. კი ბატონო, გეთახმებით, ჩვენთვის გაკვეთილ დრო ამ მოიწურა ზურფოს ტელემაყურებლებო, მადლობა ბატონო ელიზბარაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ ამით დაგემშვიდობებით, ხვალშევხვდებით ერთმანეთ ტრადიციულად საღამოს 9 საათზე და უნდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაცემები უკვე გადის ზურფოსო ტელემაყურებლებო, ხა ეს ერთი ჟურნალისტი ვითმომინა, ამას ბოლოს ვიძახი, დასაწყისში უნდა მეთქვა, Facebook-ზეც გადის უკვე და შეგიძლიათ, რომ Facebook-ზეც ადევნოთ თვალყური, იმიტომ რომ აქამდე დაბლოკილი ვიყავით და ეხლა უკვე შეგვიძლია Facebook-ზეც შემოგთავაზოთ ჩვენი გადაცემები, Telegram-ი, კონტაქტე, YouTube არხი და რა თქმა უნდა, ტელევიზიების საშუალებებთან ერთად. კარგად იყავით, ხვალ შევხვდებით ერთმანეთს.